ვინ არის დედამიწაზე ყველაზე ძველი ერი? პასუხი ძალიან მარტივია. ჩვენ ვართ დედამიწაზე ყველაზე ძველი ერი. რატომ? მოდი აგიხსნით ძალიან მარტივ ენაზე. დღევანდელ მსოფლიოში არსებული ეთნოსები არიან არა სემის, ქამის, იაფეტის შვილების სახელებთან დაკავშირებულნი, არამედ მათ შთამომავლობის ხაზთან დაკავშირებულნი. რას ნიშნავს ეს? იაფეტის ვაჟები, თუბალი და მესეხი უკვე ქართველები არიან. თბილისი, ანუ თუბალისი და მცხეთა, ანუ მესეხთა. არის ვერსია, რომ თუბალი და მესეხი არიან ტყუპები. რა საინტერესოა რა? ისე დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი დროში და ვნახავდი თუბალი და მესეხს თუ როგორ სახლდებიან დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე. თუბალი და მესეხის გენეტიკური კოდი არის G და L. თუბალი G, მესეხი L. სხვა ეთნოსები დედამიწაზე, მაგალითად ებრაელები არიან სემის ვაჟი არფახადის შთამომავალი, აბრაამის შთამომავლები. ანუ რამდენიმე საუკუნეა ჩვენსა და ებრაელებს შორის. ქართული დამწერლობა ნამდვილად არ შექმნილა ახალი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში. ქართული დამწერლობა არის წარღვნამდელი. აგიხსნი რატომ? ქართული დამწერლობა იწყება ანით, ანუ იანით, ხოლო მთავრდება ჰოეთი, ან ხვეთი. რომ შეაერთო ეს ორი სიტყვა, მიიღებ იან ჰუე, ანუ იაჰვე. ბიბლიის ქართულ ვერსიაშიც სწორედ ამაზეა საუბარი, ანი და ჰოე. ხოლო ბერძნები ამბობენ არა ანი და ჰოეს, არამედ ალფა და ომეგა. ომეგა კი არის ქართული ონის შესატყვისი, ანუ სადღაც შუაში არიან გაჩერებულნი ბერძნები. სხვათა შორის ონი ნიშნავს ბაბილონს. რომ შევაჯამოთ, ქართულმა ენამ, დღევანდელმა ქართულმა არა, წინარე ქართველურმა ენამ შემოინახა ბევრი ისეთი სიტყვა, რომელზეც საუბრობდა თუბალი და მესეხი. თუბალი და მესეხის კი ენა ასწავლა მისმა მამამ და დედამ, იაფეტმა და ადათანესისმა. ხოლო იაფეტს ენა ასწავლა ნოემ, ხოლო ნოე კი საუბრობდა ადამის ენაზე. ანუ რა გამოდის? ჩვენ ქართველები თუ კი თუბალი და მესეხის პირდაპირ შთამომავლები ვართ და ეს ნამდვილად სიმართლეა, საუბრობთ ადამიანის ენაზე? დიახ. მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ დღევანდელი ქართული, რომელიც გაძეძგილია უცხო სიტყვებით, სინამდვილეში არის ის წინარე ქართველური ენა. არა. და გადმოცემით სწორედ ამ წინარე ქართველურ ენაზე განისჯება უფლის იესო ქრისტეს მიერ მეორედ მოსვლის დროს მთელი სამყარო. რატომ უნდა განისაჯოს ქართული ენით მთელი სამყარო? იმიტომ რომ ეს ენა არის ადამიანის ენა. ოღონდ ეს ენა ჩვენ უნდა აღვადგინოთ. როგორ უნდა აღვადგინოთ? ძალიან მარტივია. თუ კი სვანური, მეგრული, ქართული, მესხური, ქალდეული სიტყვები ერთმანეთს დაემთხვევა, ესე იგი ეს სიტყვა იმ წინარე ქართულ ენაში იყო. მაგალითად, სიტყვა ნაბიჯი, სიტყვა ზღვა, იგივე ზუღვა, სიტყვა წყონი, იგივე ჭყონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ქართველები კი ვალდებულები ვართ ჩვენი საწყისი ენა აღვადგინოთ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა კეთილგზაზე გატაროთ მუდამ. სადაც არის სიმართლე და სიკეთე, იქ არის უფალი და სადაც არის უფალი, იქ არის გამარჯვება.